face out in the heat, hanging tough stay. მოკრივე წითელ კუთხეში მარნეულიდან რაგიმ მამედოვი. With the skill to survive, it's the eye of the tiger. It's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. Rising up straight to the top, have the guts, got the glory. What's the distance now? I'm not gonna stop. Just a man and his will to survive. მაშასე ძვირფასო კრივის კომაგებო დებიუტანტ მოკრივეთა მორიგი დაპირისპირება ერთმანეთის წინაშე წარდგებიან 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიან ბრძოლაში დებიუტანტი მოკრივე რუსთავიდან ლევან ჯოხაძე ხოლო მის წინააღმდეგ მარნეულელ რაგიმ მამედოვს ვიხილავთ როგორც უკვე აღნიშნა ორივე მათგანი არის დებიუტანტი მებრძოლი და საინტერესო იქნება მათი ხილვა პროფესიონალური კრივის რინგზე ორივე მათგანს აქვს გამოცდილება სხვადასხვა საბრძოლო სახეობებში, სამოყვარულო კრივში, საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვთ მიღწეული, აქვთ კარგი რეკომენდაციები, კარგი სპორტულად კარგად მომზადებული მოკრივეები არიან და ვნახოთ რა შემოგთავაზებენ აი ამ ბრძოლაში. რაგი მამედოვი არის საქართველოს ჩემპიონატის არაერთის პრიზიორი სამოყვარულო კრივში. ახლა უკვე პროფესიონალური კრივის რინგზე სცდის ძალებს. რაც შეეხება ლევან ჯოხაძეს, ახალგაზრდა მებრძოლი რუსთავიდან ვარჯიშობდა ზურაბ ჩიტრეკაშვილთან, მისი მწვრთნელია და მის კუთხეში ვხედავთ პროფესიონალური მოკრივე ლაშა გიორგი ვარდიაშვილს, რომელიც ასევე ძალიან კარგი და ერთ-ერთი გამორჩეული მოკრივეა ქართულ პროფესიონალურ კრივში. თავიდან დაზვერვით დაიწყეს, ნელ-ნელა ცდილობენ მოუმატონ მოკრივეებმა, კარგი დაცვა აჩვენა მამედოვმა. ჯოხაძე ჩასაფრებულია და კარგი შეტევა რაგი მამედოვისგან.
დასრულდა პირველი რაუნდი, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული რაუნდი ვიხილეთ. სადებიუტო რაუნდი ყოველთვის როგორც უკვე აღვნიშნე გამოირჩევა ხოლმე ნერვიულობით დებიუტანტი მოკრევეებისთვის. ნახოთ როგორ გააგრძელებენ ასპარეზობას უკვე შემდეგ რაუნდებში. შეტევაზეა ლევან ჯოხაძე, რაც შეეხება რაგი მამედოვს ელოდება თავის შანსს. აი ასე საკმაოდ ტექნიკურია მამედოვი. როგორც თქვი, სამოყვარულო კრივში კარგი გამოცდილება აქვს მიღებული, ემჩნევა მოქმედებებზე. კარგად იცავს თავს და მე აქტიურად გადადის შეტევაზე. ახლაც ძალიან კარგი შეტევები, ძალიან კარგი მოქმედება იყო და კიდევ ქარიშხალივით შეუტია რაგი მამედოვმა. თუმცა შეძლო სიტუაციიდან გამოსვლა ჯოხაძემ და ბრძოლა გრძელდება. კარგი იყო ჯოხაძე. ცდილობს იაქტიუროს. აი ეს მამედოს კარგი ხერხი აქვს, ასე ვთქვათ, დამუღამებული. ელოდება მეტოქის წამოსვლას და მაგ დროს პასუხობს აღნიშნა კიდეც მოდიო, იმიტომ რომ ეს არის მისი სტილი. როდესაც მეტოქე იწყებს იერიშს, პატარა ნაბიჯი აცელა და მერე კონტრიერიში, რომელიც ძალიან კარგად გამოსდის რაგი მამედოს როგორც ჩანს. კარგი იყო ჯოხაძე. თუმცა კიდევ ერთი, აი ეს კონტრიერიშები აქვს ძალიან კარგი მამედოს. ძალიან კარგად მოქმედებს, რინგის შეგრძნება კარგი აქვს, ფეხით მოძრაობა, თავით მოძრაობა და კარგად იყენებს აი ამ ყველაფერს რაგი მამედოვი. Face to face out in the heat, hanging tough, staying hungry. They stack the odds, still we take to the street for the kill with the skill to survive. It's the eye of the tiger, it's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. Face to face out in the heat, hanging tough, staying hungry.
საინტერესო დაპირისპირებას ვადევნებთ თვალს. საკმაოდ ტექნიკური კრივია. და ორივე მეტოქე ცდილობს რომ მაქსიმალურად მოინდომოს. არ წდება ლევან ჯოხაძე სულ მიდის წინ, მაგრამ თითქოს ეს უნდა მამედოვსაც. თითქოს სწორედ ეს უნდა, სწორედ ეს სტილი აქვს, ასე ვთქვათ, დამუშავებული კარგად. მეტი აქტიურობა და მეტი მოძრაობა მართებს ჯოხაძეს, რადგან მამედოვი იჭერს შემთხვევაში შოუს ელემენტებიც, აი ნახეთ ამ შემთხვევაში ესეთი მომენტების მერე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებენ ხოლმე მოკრივეები ერთმანეთზე და არ არის მარტივი, უკვე თავდაჯერებას უკარგავს და ეს არალეგალური დარტყმის მცდელობა იყო გამომდინარე სხვა საბრძოლო სახეობებიდან, რომელმაც არ იმუშავა, შეიძლება დისკვალიფიკაციადაც დაჯდომოდა ესეთი დარტყმა ჯოხაძეს. კარგი მოქმედებები რაგიმოვისგან, ძალიან ტექნიკური ბიჭია, დარბაზის აპლოდისმენტებით აიყოლია, ცეკვავს რინგზე მამედოვი. აი ხედავთ რადონის ტექნიკური კრივი აქვს რაგი მამედოს. დასრულდა ეს რაუნდი. აი ეს არის როდესაც კრივის სკოლა აქვს გავლილი რაგი მამედოს, სხვანაირი მოძრაობები აქვს და როცა მოდის სხვა საბრძოლო სახეობებიდან არის უფრო ძალისმიერ კრივზე გადასული ჯოხაძე ამ შემთხვევაში ეს უკვე არ მუშაობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ჯოხაძემ უნდა ეხლა მაქსიმალურად შეავიწროვოს, მაქსიმალურად არ უნდა მიისცეს დისტანციაზე მოქმედების საშუალება, მაქსიმალურად უნდა შეეკრას, ასე ვთქვათ. ეს იქნება მისი შანსი. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ეს დისტანციიდან კრივში მამედოვი ხედავთ რომ ძალიან კარგად მოქმედებს. ძნელი იქნება მისი წინააღმდეგობის გატეხვა. ნახოთ უკვე აი ამ რაუნდში რა შემოგთავაზებენ, რა დარიგებებს მიიღებენ კუთხეებისგან მოკრივეები და რას აჩვენებენ მაყურებელს. ნამდვილად დახვეწილი ლამაზი კრივი აქვს რაგი მამედოს, აი წმინდა საკრივო მოქმედებები, ფეხით მოძრაობა, გადახრები, აცელები. საზოგადოებაზეც კარგად მუშაობს. ამ ყველაფრის გასაღები უნდა მოუძებნოს ჯოხაძემ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ფეხი აუცდა, არაფერია. თავარია ტრავმა არ მიიღოს მოკრივე. ჩვენ რინგზე ვხედავთ რეფერს მერაბ მაისურაძეს, ძალიან გამოცდილი რეფერია ბატონი მერაბი, არ გამოეპარება არაფერი. ბევრის მნახველი WBC-ის ტრეინინგები აქვს გავლილი და საერთაშორისო კლასის რეფერია, ისევე როგორც IBU-ის ტრეინინგები და მე ყველა შოუზე აღნიშნავ ხოლმე რომ ძალიან კარგი მსაჯები გვყავს პროფესიონალურ კრივში, რომლებსაც შეგიძლია ინდორ რინგზე მათ მიღებულ გადაწყვეტილებებს ძალიან მაღალ პროფესიონალურად მსაჯობენ და ამ ყველაფერს აღნიშნავენ არა მხოლოდ საქართველოში სპეციალისტები, არამედ თელს ევროპაშიც. შეტევაზეა ისევ ჯოხაძე, ისევ
ტექნიკურად მოქმედებს რაგი მამედოვი. არ იცვლება სცენარი, არ იცვლება. ბრძოლის სცენარი. კარგი რაუნდი იყო. ნამდვილად კარგად დაასრულეს ორივე მოკრივე ეს რაუნდი. ორივე მათგანს ეკუთვნის აპლოდისმენტები ამ ბრძოლისათვის. ახალგაზრდა მოკრივეები არიან. პირველი ბრძოლაა როგორც ერთი ისე მეორე მათგანისთვის პროფესიონალური კრივის რინგზე და ვნახოთ უკვე საჭთა გადაწყვეტილება. დააგემოვნეს მათ უკვე პროფესიონალური კრივის რინგი. მინდა უსურო ორივე მათგანს წარმატებები. დარწმუნებული ვარ სულ მალე მათ თითოეული მათგანისგან არაერთ კარგ ბრძოლას ნახავს ქართული კრივის კომანდა. Rising up straight to the top, had the guts, got the glory, went the distance, now I'm not gonna stop, just a man and his will to survive. ახლა კი ვიხილოთ საჭთა გადაწყვეტილება. 4 რაუნდის შემდეგ ვესწრებით საჭთა გადაწყვეტილებას მათ მიერ გამოწერილი კულების მიხედვით. 36-40, 36-40 და 36-40. შესაბამისად, ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა მოკრივემ რაგიმ მამედოვი. ასე რაგიმ მამედოვმა მარნეულნელმა მოკრივემ მოიპოვა გამარჯვება. ნამდვილად დასაფასებელია რაგიმ მამედოვის და მისი მწვრთნელის აზერ მამედოვის 8 წლი სადებიუტო გამარჯვება და მინდა მიულოცო მარნეულელ მოკრივეს ეს წარმატება. წარმოგიდგენთ